დილას რომ ვიგვიწერებთ, ამ სურათს უყურებთ, რომელიც კედელზე გვაქვს, რამე თუ დღე იწყება ამბიჭების, პოლიტპატიმრების, გახსენებით და მთელი დღე ვცდილობთ, შემდეგ რომ აი ამის გავლენის ქვეშ ვიყოთ და ვიცხოვროთ ისე, რომ ეს აღარ ხდებოდეს, ამ სახში სამი ქართველი ცხოვრობ და სამივენი ყოველ დილას ამ სურათით ვიწყებთ. ნუ ახლა მე შესავალი გავაკეთე და მინდა ერთი რამ თქვა. ხელისუფლების ნაბიჯები, ფონდის დაყადაღება, ფონდების დაყადაღება, რა ვიცი, ინტერნეტის უკვე შეყვანა ამ ტელევიზიების კანონში, ყველაფერი ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ის უკვე აღარ უსმენს არც ამერიკას, აღარ უსმენს არც ევროპას და სულ სალფეხეზე კიდია მათი დარიგება, რამე თუ მაკაბუჭონიშვილს შეხვდა ამერიკის ელჩი, სადაც კაცრის საუბარი იქნებოდა მითითებები, მაგრამ პაშლივი ჩორტუ გამოაცხადა უკვე ხელისუფლებამ და ბიძინამ გითხრა, რუბიკონი წილი ნაყარია, რუბიკონი გადალახულია. მან გადალახა უკვე ეს რუბიკონი და სანქციებით და იმით უკან დახევას არ აპირებს. ეს ნათლად ჩანს. ამიტომ საჭიროა გააქტიურება და ბრძოლა ბოლომდე. მე ახლა ემიგრაციის განმოსახედიდან რასაც უყურებ, პოლიტიკური პარტიების როლი არის ნოლი და სხვათა შორის ევროპაც, ამერიკაც თუ კი აქტიური არ არის და არ ჩქარობენ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ვერ უყურებენ ძალას, ჯერ კიდევ ვერ უყურებენ იქ სიტუაციას, რომელიც ჩაანაცვლებს ხელისუფლებას. აი ეს შანსი აბსოლუტურად საქართველოში ევროპიდან დაანახული. და მოგიწოდეთ, რა ვიცი, ახლა ჩემი მოწოდებებიდან, ჭკუის დარიგებიდან ჯვარი გწერიათ ნამდვილად, მე ჩემს ვამბობ, ის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ამ წუთას ხელისუფლების წინააღმდეგ, მე მგონი ეს ძალისხმევა უკვე უნდა დაიძრას ოპოზიციის წინააღმდეგაც, რომ მათ შეძლონ დაждდომა, საუბარი ერთმანეთთან და გეგმის დაწერა და როდესაც 31 მარტზე საუბრობენ, ძალიან კარგია, ისე შორს არის, მაგრამ გავითვალისწინოთ რა წარსულის გამოცდილება, ასეთი დიდი აქცია, როდესაც იგეგმებოდა, ეწყობოდა ავტომანქანების მარში, სხვადასხვა ქალაქებში, გადავდიოდი ზესტაფონი, ბაღდათი, ვანი, პირობიტა, თელავი, საგარეჯო, გურჯაანი, დავდიოდა ეს კოლონები მთელ საქართველოში, დასავლეთი, აღმოსავლეთში და იმ დღისთვის იყო მზადება და კეთილი უნდა ინებონ ოპოზიციამ და ეს უნდა გააკეთოს. სხვანაირად უკვე ჭაობში ვართ, სხვანაირად ესენი ისე მიყავთ კანონები, წელში გავტეხავენ. სამტრო საზისოსრო ბრძოლა. ან მე ვიმარჯვებ და არაფრის დათმობა არ მინდა, ან ჩვენ ვიმარჯვებთ და არაფრის დათმობა არ გვინდა. აი ამ ბრძოლაზეა უკვე მისული. ამისათვის საჭიროა რეგიონების გააქტიურება და კეთილი ინოკბონ პოლიტიკურმა პარტიებმა გაუკეთონ ამას ორგანიზება და მოაწყონ ავტომობილების მარში, სხვადასხვა ქალაქებში გაჩერება, აქციების ჩატარება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუ გვინდა 31 მივიღოთ დიდი და ამასთან დაკავშირებით, რა ვიცი, მაგ ბევრ ემიგრანტთა საუბარი და რა ვიცი, არის უკვე აზრი მომწიფებული, რომ 30-ში კვირა დღეა ევროპის 40, 50, 30, რა ვიცი, ბევრ ქალაქში ერთდროულად არა შაბათ-კვირას, არა განაწილებულ, არამედ 30-ში, 2 საათზე ან 3 საათზე. ჯერ კიდევ დროა, რომელსაც დავთქვამთ, ჩავატაროთ აქცია, რაც იქნება სტიმული საქართველოს ცხოვრები ადამიანების და რაც იქნება ის, რომ ჩვენც ვალი გვაქვს ჩვენი ქვეყნის წინაშე. ჩვენც თუ გვინდა დაბრუნება, აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ. ამიტომ ვემზადოთ ამ აქციისათვის ემიგრანტებო.
მადლობთ ყურადღებისათვის.